მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მინდია ყველანი კარგად გრძნოთ თავს. დავიწყოთ ჩვენი გაშლა, რომელიც იქნება თემაზე. დაბრუნდება თუ არა თქვენი შეფიქრებული პიროვნება თქვენთან. გავიგოთ ჯერ მისი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფება ამჟამად ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფება ეს ადამიანი ამჟამად. ცითრა ეს ადამიანი კონკრეტული სიტუაციებიდან დაბლოკილი და წასულია, თითქოს თან ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს, იმ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და ესე ფიქრობს რა, ესე მიაჩნია ეს სამართლიანად არ უნდა იყოს. და თავს იბლოკავს ძალით, კონკრეტული სიტუაციისგან. ამჟამად არის ისეთ ენერგიებში, რომ როგორ გითხრათ, თითქოს გარედან იცით როგორ სიტუაციაშია, ერთობა, მეგობრებში დადის, მხიარულობს, არის ესეთ სიტუაციებში ნამდვილად, მაგრამ შინაგანად დაფარულად რაც აქვს, საკმაოდ კონფლიქტურ სიტუაციაშია თავის თავთან ან ვიღაცასთან, მაგრამ გონია უფრო ეს რაღაც შინაგანი მდგომარეობიდან მოდის, თავის თავს ებრძვის ძალიან, მაგრამ ძალიან ფარავს ამ ყველაფერს, როგორ გითხრათ, ამ თავის ბრძოლებს, იმ სიტუაციებიდან დაბლოკვას, რაც აღარ უნდა და საიდანაც წასულია და ზურგშექცევით არის ეს ადამიანი, ძალიან ფარავს, მალავს ამ საკუთარ თავთან ბრძოლებს და გარედან საკმაოდ მხიარული ადამიანი ჩანს, ადამიანი, რომელიც ერთობა, კარგ დროს ატარებს თავის მეგობრების წრეში. ეს გარედან ნამდვილად ისე ჩანს, რაც ჩანს ეს არის, მაგრამ სიმართლე საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, მის თავზე უფრო სწორად არის ის, რაც წეღან გითხარით, რომ საკმაოდ დიდ ბრძოლებშია საკუთარ თავთან, რომ იქ აღარ დაბრუნდეს, სადაც იყო. ან ის აღარ გაიმეოროს, რაც გააკეთა. ხო, ესეთ მდგომარეობაშია ეს პიროვნება. კარგი, მოდი გავიგოთ. ვინც ხედავთ დაუშვათ სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ძალიანაც კარგად გრძნობს თავს, არაფერი არ აღელვებს ერთობა, სვამს თუნდაც, ან ხედავთ ამ ყველაფერს სადმე ხო, თუნდაც სოციალურ ქსელში, ან ისედაც იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას დაფარულად შინაგანად საკმაოდ დიდი ბრძოლები აქვს, რასაც ძალიან კარგად მალავს გარედან. არაფერს არ იმჩნევს. კარგი, მოდი გავიგოთ. დაბრუნდება თუ არა ეს პიროვნება თქვენთან. პირდაპირ ეს კითხვა დავუცვათ. ჯერ ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანის ფონი ზოგადად ემოციური ძალიან რთულია, ისეთ სიტუაციაშია. დეპრესიულ, არაადეკვატურ
ემოციურ მდგომარეობაშია ეს პიროვნება საკმაოდ ჩაძირული ამ ნეგატიურ ემოციებში, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს აუცილებლად დაასრულებს, აი რაღაცნაირ გაურკვევლობას, ილუზიურ მდგომარეობას, რაც მისთვის ძალიან დიდი ტვირთია და ძალიან დიდი სიმძიმეა, დაასრულებს აუცილებლად და ნაბიჯები ექნება კი საკმაოდ ისეთი რომანტიული და ემოციური ნაბიჯები ექნება ამ პიროვნებას და რაც მთავარია, უფრო მეტად ისეთი მყარი. ამჟამად თუ არ დგას ეს პიროვნება ნაბიჯებს, იცოდეთ რომ არის რაღაცა ტიპის არჩევანში ეს ადამიანი. ხა არ დავაკონკრეტებ ვინ მე ადამიანების არჩევანში თუ რაიმე სიტუაციის არჩევანში ეს პიროვნება აი ამ არჩევნის გამო საკმაოდ სუდად გრძნობს თავს და ცდილობს აი ეს რაღაც გაურკვევლობა, უფრო ისეთი ილუზიური მდგომარეობა და რაღაც მხოლოდ რაღაც ოცნებები და აი ესეთი არარეალური სიტუაციები დაასრულოს, რადგან მისთვის ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და მოვიდეს უფრო მეტი სტაბილურობით და ემოციური და რომანტიული ნაბიჯები გადმოდგას თქვენსკენ. კარგი, მოდი გავიგოთ კიდევ. ხშირად მიწევს ხოლმე გაჩერება ვიდეოსი, რადგან ისეთი ენერგეტიკა მოდის ამ გაშლიდან, რომ აი რაღაც თქნარება მიტყდება და არ მინდა ახას ვიდეოში იგრძნობოდეს ნამდვილად. ამიტომ რამოდენიმეჯერ გავაჩერებ კიდევ სავარაუდოდ. თუ ექნება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას ნაბიჯები თქვენსკენ. ძალიან დიდი ცვლილებების პროცესია ეს პიროვნება, ანუ ფონი თქვენს ურთიერთობაში არის ძალიან ტრანსფორმაციული, გააჩერებული და დაპაუზებული ეს ურთიერთობა, ანუ არ არის არანაირად დასრულებული ნამდვილად. ნაბიჯები აქ იქნება აუცილებლად საკმაოდ კარგი, აი ოჯახური რაღაც როგორ გითხრათ, შემოთავაზებით, ან ძალიან კარგი მომავლით, კარგი, სტაბილური, ბედნიერი მომავლის ნაბიჯები ექნება ამ პიროვნებას, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ეს სიტუაცია არის რაღაც ფიქრის პროცესში, ტრანსფორმაციის პროცესში, ჯერჯერობით საკმაოდ უჭირს ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ როცა გადმოდგამს ექნება ნამდვილად აი ასეთი ძალიან დადებითი, სტაბილური და ბედნიერების მომტანი ნაბიჯები. მოდი კიდევ ვიკითხოთ ერთხელ. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ. აქ ვიტყოდი იმას, რომ როგორი სიტუაცია იცით? ამ ურთიერთობაში სავარაუდოდ ერთად არ ხართ ამჟამად და რადგან ეს კითხვა დავსვი არ ხართ ერთად, მაგრამ როგორც წეღან წინა იმაზე ვთქვი, გაშლაზე, აქაც საკმაოდ დიდი ცვლილებები მიმდინარეობს თქვენს ურთიერთობაში, ამ ადამიანის მხრიდან არის ძალიან დიდი მონატრება, გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს პიროვნება
რომ აი უკვე სადაცაა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ გადმოდგას ნაბიჯები, მოვიდეს თქვენსკენ და შეიგრძნოს ის ბედნიერება, რასაც თქვენ გვით. ამ ფიქრებშია ეს პიროვნება, საკმაოდ ისეთი ენერგიები იგრძნობა აქ, რომ ვერ ვიტყვი, რომ დიდხანს გაიწელება ეს სიტუაცია და რაღაცა თვეების შემდეგ გადმოდგამს ეს ადამიანი ნაბიჯს, საკმაოდ სწრაფი ენერგიები ჩანს და ძალიან ესეთ მალე ელოდეთ მისგან რაღაცა ტიპის ნაბიჯებს. ხო. კიდევ ხომ ვიკითხო ერთხელ. გადაწყვეტილება ეხება თქვენს ურთიერთობას, მეგობრებო. აქ კიდე დავამატებდი იმას, რომ ეს ადამიანი ფიქრობს რაღაც სერიოზულზე თქვენთან დაკავშირებით და აი ამ მხრივ არის ტრანსფორმაციაში, მეგობრებო. მონატრებაშია, ძალიან ესეთ ემოციური ფონი აქვს, თქვენ რომ ახსენდებით, აბედნიერებს ეს ყველაფერი ამ პიროვნებას და რაღაცა სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს და ტრანსფორმაცია ზუსტად ამას შეეხება. სერიოზული გადაწყვეტილება ვისთან როგორ, ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც დადებითის მომტანია ნამდვილად. ესე ცუდ გადაწყვეტილებას არ იღებს. თქვენთვისაც დადებითი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ეს ადამიანი თუ აქამდე ვერ იღებდა თქვენს ურთიერთობაზე სერიოზულ მიმართულებას არ აძლევდა ამ ურთიერთობას, აი ამჟამად უკვე ცვლის ფორმაც და რაღაცა სერიოზულობისკენ მიდის ეს ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვიკითხავი. რა ნაბიჯებით მოვა ეს პიროვნება, ესე ვიკითხოთ? არა, საერთოდ თუ გადმოდგამს ეს ადამიანი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ ნაბიჯებს თქვენსკენ. ასე მგონია, რომ რაღაც ბოლოები განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ სიტუაციაზე ვშლი, იმიტომ რომ სულ რაღაცა არჩევანია ამ ურთიერთობაში გასაკეთებელი, სულ ისეთი ფორმატი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაღაცა გამოფხიზლება, გამონათება ამ ურთიერთობაში, თითქოს ადამიანი მიხვდა, ვინც ხართ მისთვის, რასაც წარმოადგენთ, მიხვდა, რომ ყველაზე ძვირფასი ქალი ხართ მის ცხოვრებაში და ბევრს ნიშნავთ ძალიან, ნომერ პირველი აი ესე რომ გაყენებთ მის ცხოვრებაში ადამიანი ნომერი პირველი ქალი, რომელიც ბევრ რამეს წარმოადგენს მის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ძალიან და რომელთანაც უნდა ახალი ეტაპის დაწყება ცხოვრებაში და რომელთანაც უნდა რომ თვითონ იაქტიუროს, რადგან ფიქრობს რომ ამ ყველაფერს იმსახურებთ თქვენ, იმსახურებთ რომ და თქვენ ყველანაირად დაანახეთ საკუთარი თავი ამ პიროვნებას, ვინც ხართ, რასაც წარმოადგენთ და აი ამ რაღაცა პაუზის დროს მიხვდა ეს პიროვნება რეალურად მისთვის ვინც ხართ და რეალურად საერთოდ ზოგადად რასაც წარმოადგენთ, როგორი ქალიც ხართ, რომ თქვენთან რაღაცა ის თამაში და დროის გაყვანა არ გამოუვა უბრალოდ და არც იმსახურებთ ამ ყველაფერს, აი ეს განათდა მის გონებაში რაღაცნაირად და გადაწყვეტილებას იღებს, რომ თვითონ იაქტიუროს ამ ურთიერთობაში, ისე როგორც თქვენ შეგეფერებათ. აი ეს ბოლო ძალიან მომეწონა, ასე დავამთავრებ. ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ რაღაცა არჩევანს გადაწყვეტილების წინაშეა, ასე ვიტყოდი, არჩევანი ნაკლებად უფრო აი გადაწყვეტილების წინაშე, რადგან ისეთი არკანები ამოვიდა აქაც, ფიქრობ, ანუ შეყვარებულია ასევე ვიტყოდი, აი ამ პაუზის დროს მიხვდა, აი ეს განათდა ზუსტად მის გონებაში, ასევე რომ მისთვის ძალიან ახლობელი რაღაცა ენერგეტიკულად დაკავშირებულები ხართ ერთმანეთთან, შეიძლება პაუზა თქვენ ურთიერთობაში და დასასრულიც გეგონეთ, მაგრამ თითქოს რაღაცა ესეთი ენერგეტიკულად ვერ უშვებთ ერთმანეთს იმ დონეზე ერთმანეთთან კავშირში ხართ.
და შეყვარებულია ეს პიროვნება თქვენზე, ფონი აქვს აი ასეთი და საკმაოდ დადებით და ესეც დაფასებულ ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ. ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო, წარმატებულ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ ჩემს საკონტაქტო ნომერს 591-16-13-15 WhatsApp-ზე ან Viber-ზე დამიკავშირდით პირადი კონსულტაციისთვის. დროებით.